სამი თვე არის გასული 3 სექტემბრიდან და აქამდე რითვერ მოწესრიგდა და რითვერ ჩახედა. მე რო რამე დამეშავებინა, მართლა მაინტერესებს, მე რო რამე დამეშავებინა, ხო ერთ დღეში გამოიძიებდით ყველაფერს. მე რო სახეში მეფურთხებინა ვინმე მესთვის, მაინტერესებს მე რო სახეში ვინმე მესთვის მეფურთხებინა, ეხლა ვიქნებოდი თუ არა დაკავებული. ალო. გამარჯობა. გამარჯობა, პოლიციაში ვრეკავ? იცით რა მაინტერესებს? მე მაქვს განცხადება დაწერილი თაბუკაშვილის პოლიციაში 3 სექტემბერს. მაინტერესებს რათან დაგავჭირებით? ეს იყო თავდასხმა, გიორგი შუკვანი არის ქართული ოცნების ახალგაზრდულის წევრი, რომელიც 5 ქალს დაგვესხა თავს, იქედან 4 მივედით თაბუკაშვილის ფილიაში და დავწერეთ განცხადება. რა ეტაპზეა გამოძიება მაინტერესებს? აგაზე მე ვერ გავცემთ ასულს არ ვიცი, მაგრამ გამომძიებელი ვინ იყო? ასეულ სახელი გვაქვს. მე იქ რომ მივედი, ირაკლი ხუბულავა იყო გამომძიებელი. ირაკლი ხუბულავა უფროსი იყო გაც. იმან ჩაიბარა ეს განცხადებები. მოგცემთ ახლა კანცელარიის ნომერს და უეკეთ კანცელარიაში და უთხარით ვინ დაწერა განცხადება. დიახ. და გეტყვი გამომძიებელი ვინ არის? კი ბატონო, მითხარით ნომერი კანცელარიის. 241. დიახ. ყველა თქვენი ნომერი 51-ით რატო იწყება? ეგრე იწყება. კარგით, ყველა მადლობა. არ იწყება. მადლობა. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. მე და არა მხოლოდ მე, 4 ქალმა 3 სექტემბერს დავწერეთ განცხადება გიორგი შუკვანის წინააღმდეგ, რომელიც თავს დაგვესხა. რა ეტაპზეა გამოძიება და გამომძიებელი ვინ არის, თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ? 3 სექტემბერი. კონკრეტულად თქვენი მიჩანს მე. სხვისი არავისი? მოქალაქე მაგდა მამუკაშვილი. 3 სექტემბერს ვიმყოფებოდი აქციაზე ქართული ოფისთან მელიქიშვილის გამზირზე კონჩინერზე. კი ბატონო, ეგ არის. ხელით არის დაწერილი, ხო ასეა? დიახ, ხელით არის დაწერილი. რა ეტაპზეა გამოძიება და ვინ არის გამომძიებელი? კონკრეტულად თქვენია. კი ბატონო, ცალ-ცალკე დავწერეთ და იმიტომ იქნება კონკრეტულად ჩემი 4 ადამიანმა დავწერეთ. დიახ. მე მიჩანს რომ ეს აქვს ხელმძღვანელს და მე იმის იქით არაფერი. ვინ არის ხელმძღვანელი? ეხლა ამ წუთას ეს აწერია ირაკლი იმნაძე. ეს არის მოადგილე. ვისი? ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მეშვიდე სამმართველოს უფროსის მოადგილეა. ირაკლი ხუბულავა მიიღო ეს განცხადებები. ირაკლი ხუბულავა აღარ არის ჩვენ. ამის წინ ნახე აქციაზე ირაკლი ხუბულავა და უთხარი რომ სხვაგან არის გადასული, ანუ ჩვენთან აღარ არის. გამოძიება უკვე დავიწყე ამაზეო, ესე მითხრა. ну თუ მაშინ ირაკლი მიიღო ეს, მაშინ იქნებოდა და ეხლა აღარ არის. კარგით, მაშინ აი რა ეტაპზეა ეს გამოძიება მაინტერესებს? არ ვიცით, გალბატონო, თქვენ ვეკავთ კანცელარიაში და მე მიჩანს მხოლოდ და მხოლოდ განცხადება და მისი გადამისამართება. გამომძიებელი ვინ არის? გამომძიებელთან დამაკავშირე. ანუ ხელმძღვანელი მიჩანს, მე რომ ხელმძღვანელთან არის. და ადგილზე მობრძანდით და გაგარკვევენ. ანუ ადგილზე უნდა ვიარო ამასთან დაკავშირებით. თავის დროზე რომ მოვედი ეს იმხელა სტრესი იყო და კიდე ადგილზე უნდა ვიარო რომ გამარკვიონ 3 თვის წინანდელი განცხადება რატო არ არის გამოძიებული. სხვა რაღაც რომ მომხდარიყო მე რო დამეშავებინა ხო ეგრევე გამოიძიებდით. ხალხს გვაფურთხა სახეში. და ამაზე 3 თვე ჯერჯერობით შემოდებული იყო სადღაც რაღაცა იმაზე და არ დაგიწყეთ გამოძიება და კიდე ადგილზე უნდა მოვიდე თურმე დრო დავხარჯო, ნერვები დავხარჯო და რისთვის, როდესაც გამოძიება საერთოდ არ სჭირდება მონიტორინგი მოქალაქის მხრიდან. საჯარო კადრებიც არის, ყველაფერი აქვს პოლიციას. აი მე მესმის თქვენი, აი გისმენთ და მართლა მესმის თქვენი, მაგრამ მე აი ჩემი კომპეტენცია არ არის ეს. მე ვარ კანცელარიის თანამშრომელი. ხაბატონო, მაშინ იცით რა უნდა ქნათ? გავიგე, თქვენი უფლებამოსილების ფარგლები გავიგე. მართლა გავიგე. სხვა რამეს გეუბნებით. თქვენ მაშინ უნდა დამაკავშიროთ გამომძიებელს, ვინაიდან ჩემი პერსონალური მონაცემები აქვს, მას პერსონალური საქმე აქვს და მასთან დაკავშირების შესაძლებლობა თქვენ გაქვთ. ანუ მისი სამსახურებრივი ნომერი რომ მე მომქცეთ, რომ მე მას დაურეკო, ამის უფლებამოსილება თქვენ დებულებით გაგაჩნიათ.
ქალბატონო, მე არ მიჩანს ვისაწერია ეს. იმნაძე მიხსენეთ ცოტა ხნის წინ და ეხლა მეუბნებით არ მიჩანს. იმნაძე არის ხელმძღვანელი. ხო და იმნაძესთან დამაკავშირეთ. არ მიჩანს. იმნაძესთან დამაკავშირეთ სამი თვე რატო გაჩ? გეოს ნომერს მე არ მაქვს ამის საშუალება რომ თქვენ ვინმესთან დაგაკავშიროთ. და მომეცით კი ბატონო. ნომერს დარეკეთ და აი როგორც ჩემთან დარეკეთ 241 49 34 ბოლოში არის სამორიგეოს ნომერი. კი ბატონო, მადლობა. ეგეთი რაღაცა არ აქვს. გამარჯობა. ძველი თბილისის. გამარჯობა. მე მაგდა მამუკაშვილი ვარ. 3 სექტემბერს დავწერე განცხადება გიორგი შუკვანი დაგვეცხა ქალებს თავს. მაინტერესებს რა ეტაპზეა ახლა განცხადების განხილვა. ვის დაეწერა მე მოგეცი თქვენ კანცელარიის ნომერი აგითხრეს. იმნაძესთან არის ახლაო. ირაკლი იმნაძესთან არის ახლაო. მოადგილესთან არის და ეხლა გავიდა ერთი 10 წუთის უკან. აი რა უნდა ვქნა მართლა აი მაინტერესებს. რომ შემოვალ ვეთქვი ეხლა მე. თქვენ სახელი გვარი მითხარით? მაგდა მამუკაშვილი. მაგდა ზახუთ. კარგით, მე ეხლა გავიდა ეს უხანდელი მორიგე იყო. ეხლა გავიდა ეთქვა მოწესრიგდება და რომ მოვა ვეთქვი და სამი თვე არის გასული 3 სექტემბრიდან და აქამდე რით ვერ მოწესრიგდა და რით ვერ ჩახედა. მე რო რამე დამეშავებინა, მართლა მაინტერესებს. მე რო რამე დამეშავებინა, ხო ერთ დღეში გამოიძიებდით ყველაფერს. მე რო სახეში მეფურთხებინა ვინმესთვის, მაინტერესებს. მაინტერესებს მე რო სახეში ვინმესთვის მეფურთხებინა. ეხლა ვიქნებოდი თუ არა დაკავებული. მე მაგებს არ ვიცი, ქალბატონო, ვისაც აწერია, ის დაგიკავშირდება და თვითონ აგიხსნა. მალე დამიკავშირდეს გადაეცით. კარგით, მოვა ვეთქვი ამას, მოადგილეს და აგირეკავთ.